მრავალი წლის წინ ისრაელის ერთ პატარა ქალაქში, ნაზარეთში, ცხოვრობდა მარიამი. მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, გულკეთილ დურგალზე, მას უნდა გაჰყოლოდა ცოლად. იმ დროს ისრაელს მართავდა მეფე ჰეროდე, რომელსაც არ სწამდა ღმერთის. ისრაელიანებს რთული ცხოვრება ჰქონდათ, თუმცა მტკიცედ სწამდათ იმ დაპირების, რომელიც დიდი ხნით ადრე მისცა მათ ღმერთმა. ერთ დღეს დაიბადება შვილი, რომელიც თავისუფლებას მოგვიტანს. ის ჩვენს გადასარჩენად მოვა. ერთ ღამით, როცა მარიამს ეძინა, ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა. ნუ გეშინია მარიამ. ღმერთმა გაკურთხა და სიკეთე გამოიჩინა შენდამი. სულიწმიდით დაორსულდები და შობძეს, რომელსაც იესოს დაარქმევ. ღმერთი მისცემს მას დავითის საუკუნო ტახტს. კი, მაგრამ მე ხომ ჯერ ქმარი არ მყავს. როგორ მეყოლება შვილი? ეს შვილი ადამიანის ძე არ იქნება, არამედ ღვთის ძალაუფლებით დაიბადება. ის იქნება ღვთის ძე. მარიამს ეშინოდა, თუმცა ის ენდო ღმერთს და დაემორჩილა მას. უფალო, შენი მსახური ვარ. დაემოხდეს ისე როგორც შენ გსურს. იმ დროს სახიფათო იყო, გასათხოვარ ქალს შვილი თუ ეყოლებოდა, რადგან შეიძლებოდა რომ ქვებით ჩაექოლათ იგი. გარდა ამისა, მარიამს იოსებიც მიატოვებდა, რომელზეც დანიშნული იყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მარიამი ენდო და დაემორჩილა ღმერთს. მადლობა გადაუხადა და ადიდა იგი. ეს როგორ შეიძლება რომ მას შვილი გაუჩნდეს მანამ სანამ დავქორწინდებით? რა გულსატკენია. იოსები, რომელიც მარიამზე იყო დანიშნული, კეთილი და მართალი კაცი იყო. მაგრამ მარიამის ორსულობის შესახებ ახალი ამბავი მისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. იოსებმა გადაწყვიტა მარიამისთვის ეთქვა, რომ ცოლად ვეღარ მოიყვანდა. მაგრამ შემდეგ ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში. იოსებ, დავითის ძეო, ნუ გაშინებს მარიამის ცოლად მიღება, რადგან მასში ჩასახული სულიწმიდისგან არის. ის შობს ძეს და სახელად იესოს დაარქმევ მას, რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან. გასაგებია. ანგელოზის სიტყვების მოსმენის შემდეგ იოსებმა ცოლად შეირთო მარიამი, როგორც დაპირებული იყო კიდეც. რამდენიმე თვის შემდეგ იოსებმა ორსული მარიამი თავის მშობლიურ ქალაქში, ბეთლემში წაიყვანა, რადგან რომის იმპერატორმა ბრძანება გასცა, რომ ყველა თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულიყო მოსახლეობის აღწერისთვის. გვიანი იყო და იოსებმა და მარიამმა ღამის გასათევი ადგილი ვერ იპოვეს. უკვე უამრავი ხალხი იყო იქ. თავისუფალი ოთახი ხომ არ გაქვთ? ჩემი ცოლი ესაა იმშობიარებს. გთხოვთ, ერთი პატარა ოთახით საკმარისი იქნება. მათ ვერ იპოვეს ღამის გასათევი და საბოლოოდ გომურში ნახეს ადგილი, სადაც ცხენები ჭამენ და სძინავთ. იმ ღამით დაიბადა შვილი იესო. ეს იყო იესო ქრისტე, ძე ღვთისა, რომელიც თავის ხალხს იხსნიდა მათი ცოდვებისგან.